21 წლიანი წევლა ქართული კლუბებისთვის უნდა დასრულდეს. ევრო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. გვეძლევა შანსი, რომ ქართულმა გუნდმა ითამაშოს UEFA-ს რომელიმე საკლუბო ტურნირის ჯგუფში. ისტორიაში ეს მხოლოდ თბილისის დინამომ შეძლო 2004 წელს UEFA-ს თასზე, მას შემდეგ კი იყო ბევრი იმედგაცრუება. წელს ევრო ტურნირებზე 4 ქართული კლუბი ითამაშებს. იბერია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს. პირველი მატჩი 8 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და იბერიას მეტოქე შვედური მალმიო იქნება. კონფერენს ლიგაზე მოსახვედრად 3 ქართული გუნდი იბრძოლებს. ქუთაისის ტორპედო 10 ივლისს ყაზახურ ორდობას უმასპინძლებს, ხოლო გორის დილა გასვლაზე ეთამაშება ლუქსემბურგის რასინგს. რაც შეეხება სპაიერს, საინტერესოა, რომ გუნდი ევრო ტურნირებზე ეროვნული ლიგა 2-დან მოხვდა. სპაიერმა სენსაციურად მოიგო საქართველოს თასი. ისინი საქმეში 24 ივლისს ჩაერთვებიან და მათი მეტოქე ვენის აუსტრია იქნება. წარმატებები ქართულ კლუბებს, შენ კი დააკომენტარე, რომელ გუნდს აქვს ევრო ტურნირების ჯგუფში მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი.